თუ 30,000 გამომწერზე ავალ აგვისტოს ბოლომდე ამ მანქანას გავათამაშებ. პირველი ვიდეოს შემდეგ ამ მანქანაზე ძალიან ბევრი რაღაცები გავაკეთეთ. ბევრი რაღაცები რა, პრინციპში რაც გავაკეთეთ, მაგას ნახავთ ცოტა ხანში, მაგრამ მაინც გეტყვით. სავალი ნაწილები შევცვალე სრულად, მორწოდრებიც 4-ვე შევცვალე და სხვათა შორის წინ დავაკეთეთ დაბალი ზამბარები და მე მგონი მოუხდა. უფრო მთლიანობაში ჩაჯდა რა, იჩარი ზამბარები არის წინაც. გარდა მაგისა, გავასწორი რა თქმა უნდა რაზვალი, გეზმოტორში ვიყავი, შევცვალეთ ზეთები. მოვედით გეზმოტორში ჩემი შავი ტრაქტორით. დღეს უნდა გავასწოროთ რაზვალი. სავალი ნაწილები ყველაფერი შევცვალეთ. აი ასეთი ამოვიგოთ. მოკლედ დავიწყე სავალი ნაწილების აწყობა. აი ხედავთ დეტალები. სხვათა შორის იჩარის დაბალი ზამბარებით ვიშოვე, რომელიც M5-ზე ეყენა, მადლობა ხათაბალა. წინამორწოდრებსაც შეეხება არის ბილშტეინები, რამდენად ნამდვილია და ორიგინალი არის ვერ გეტყვით, თუმცა წესით კარგი უნდა იყოს. ასევე იცვლება ჩაშკებიც, წინა ჩაშკებიც უნდა შევცვალოთ. ანუ HR-ის ზამბარებზე როგორ გითხარით, თქმა მაინტერესებს ან როგორ დადგება. სერჟინები, გიტარები, როგორც დიდი ასევე პატარა, ორი მხარეს, ეგრეთ წოდებული უდარნები, თავის ნაგანეშნიკებით. ესენი რა თქმა უნდა აუცილებელი დეტალი არის, როცა მანქანამ გინდა კარგად მოუხიოს და დაზვეული იყო მოხვევის დროს და უკანა მხარესაც რა თქმა უნდა ბილშტეინის ამორტიზატორებს ვაყენებ და ზედა ბუმერანგ გიტარებს. იმიტომ რომ აქ რაღაცეებია ნაკეთები, ნაჩალიჩები. ძალიან ცუდად ამ მანქანაზე მოკლედ ბევრი რამე არის ძალიან ცუდად ნაკეთები და ეხლა რომ მოხსნის გოდე რაღაცეებს ნელა გაჩვენებთ რა ხდება და როგორ არის. სხვათა შორის ორივე უკანა საბურავი გაძრომაზე არის, იმიტომ რომ ეს ზედა გიტარები არის გადაკეთებული რაღაცნაირად ძალიან ცუდად. და აქეთ-იქეთ მოძრაობს საბურავი. წინ აყენია სხვადასხვა ზამბარა, ერთ მხარეს მაღალი ზამბარა აყენია, მეორე მხარეს უფრო დაბალი. ვიწროც და მოკლედ რომ მოხსნი უფრო დაინახავთ თვითონაც. რატო იყო ასე ვერ გეტყვით, თუმცა ნათლად ექნება HR-ის ზამბარები. უბრალოდ ვეღარ გადავიღე იმ დღეს და გავასწორეთ რაზვალს როგორც წინ ასევე უკანა მხარეს. კიდე რაღაცები შევცვალე, მანქანაზე რაღაცას გაჩვენებ. აჰა, აქ თავდება რა, და რის ბრალია ეგ? აგრე ალბათ ვერდიდან იყო მოწმული არას. ეგ არის შესაძლებელი, ასასწორებელი. გავასწორეთ მაგას გარო. პროგრამულად 0-ში ხედავს ეხლა ამ პოზიციაში. საჭი არის, მაშინ არასწორად, ხო, ეგრე გამოდის. მე არ შემიძლია ესევე ვიყიდე რა. просто რო წამოვიყვანე, იცი რა იყო, სწორად იყო საჭი და მე რაღაც პერიოდის მე თავის გადახტა. ხო და ალბათ ღერძიდან არის, ვერ გეტყვი, არ ვიცი რა. მაგრამ ეხლა ამ პოზიციაში რო დაფიქსირდა, მაგის მერე აღარ გადამხდარა საჭი არსად რა, ყოველთვის ამ პოზიციაში დგას რა და უკანა მხარეს ერთი პატარა გიტარა ვერ მოხსნა. ღერძიდან? საჭიდან, ხო? რო ღერძიდან რაც არის, თავის აგრანში წელია პლასმასის. ფოტოშილია ხოლმე. აჰა. ეხლა ზის ხარხულად, ხო? ხო. ასე გები. ეცადე არ დაიცვალო ზეთებით ზოგჯერ წვეთავს ხომ. მოკლედ გეზმოტორში გარომუშავებს რა, რაზვალზე და თუ იმას დაგჭირდებათ 100%-იანი რეკომენდაცია, იმიტომ რომ მაქსიმალურად გულით უდგება საქმეს. საქმე იმაშია, რომ ამანქანას აქვს Dynamic Drive, რომელიც არ მუშაობს ეხლა გამართულად და საჭეც ასე ვთქვათ არასწორად დგას. მოკლედ რო დაიჭერს სწორად საჭეს, სამხარეს რო დაადგილებ უფრო მეც ტრიალებს, ვიდრე მეორე მხარეს. რაღაცა შეცდომა არის მოკლედ რა საჭეს სამბავში და გაროს მოკლედ არეზარება ეხლა მოხსნის საჭეს, ნახავთ რა პრობლემაო. თვითაც გავასწორებ თუ რაღაცა რულავოი ღერძზე და რავი, ნახოთ მოდი რა პრობლემაა ერთად და ალბათ გამოსწორებადი არის თუ არა. მე მგონი ესე შედის პირდაპირ აი ეს ქვემოდან აი ესეთ მიმართულებით. და შუაში უნდა ქონდეს ერთი დირკა რა. ეგეს აწყურზე ცხოვრობს ეგეთი. ერთი ცალი აკლია მაგას როგორც მახსოვს. ბოლდე არ ეშვება, ნერვებს უშლის. იქაც ვერ მოუშვის პრინციპში, როცა შეცვლა გვინდა და ახალი ნაკედი მაქვს ეგეც, მაგრამ ბიჭებმა ვერ მოუშვეს. თან ალუმინის არის ტრავერსი უკანა მხარეს, ალუმინში ზის ეგ ბოლტი, რომელიც რკინის არის და შიგნით ტულკა აქვს და გაცხელებაც არ გამოდის რა მოკლედ და არის ნახოთ გაროთ მოიფრებს რამეს თუ არა და ვერაფერს ვერ ვიზამთ რა მოკლედ მაგ მხარეს ვერ გავასწორებ. ეხლა მაშინ დავტოვებ მოშვებულს, იქ შავასამ კიდე სითხეს, ეგრე ვივლი და დროთა განმავლობაში შეიძლება თავისით დამუშავდეს და მოეშვას რა, იმიტომ რომ ეხლა ვერაფერს ვერ ვუშვებთ. იმდენად არის გაჭედილი. ეგ არის გაშლილ პოზიციაში, ხო ეს? პირიქით? დრიფტერულ სეტაპზეა. ეგ დაგიკეთე. დრიფტერად გადავაკეთებ, ისიც შევკეცოთ მაშინ და ეგეთი მანქანები ადვილად წყდება. ისიც რომ ამზადებ ხოლმე მანქანებს, ეგრე ვშვებით რა. ანუ სხარდენიას უგარო ამინუსებ. გააჩნია ავტომობილს ასე იმარგით, როცა დაწოლა იცვლება, სხარდენიას იცვლება მანქანაზე რა, ამორტიზაციის შემთხვევაში და 26 მეტრზე ეგრე მუშაობს, რომ დაამინუსებ. ეგრე ვაკეთებდნენ და დრიფტერი. ეგრე ვაკეთებდით ხოლმე, ხო და. ეს 60-ზე ეგრე გვიწევს. აი შეგვჭირდება, მაგრამ ეგრე გვიწევს. აი, მაშინ რაზვალი რო გავამოძრავოთ, იქნებ შეცვალოს მაგარას პოზიცია რა. ცოტას შემიადრის შეცვლის. ვიცი რომ არ გვაწყვეს, მაგრამ პარაგზა. ანუ სხვადასხვანაირად პოზიციაში რო იყოს, აქეთ-იქეთ ეგ ცუდია რა თქმა უნდა რა. მაქსიმალურად და დავამსგავსოთ უკანათვლები ერთმანეთს. ამ შემთხვევაში გამოსავალი რა არის ხოლმე არ ვიცი. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ძალიან მიუგებელი ადგილია. ხო, ვერც საჭრი.
მოვადაგეთ წინა მხარეს უკან ვერაფერს ვეღარ ვშვებით, ესე დარჩება არეული ხაჟდენია, იმიტომ რომ ხაჟდენის ბუმერანგს ვერ უშვებთ ვერანაირად რა. მე უნდა მომიწევს რომ წავიდეს სადმე, ეგან გავჭრათ ან გავაცხელოთ ან რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, მოკლედ რომ მოხსნათ დავაგანოთ ახალი დეტალი და მე ისე მოვალ გაროსთან და გავასწორებთ უკანა მხარესაც რა. ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ ვშვებით. გადავიდეთ წინა მხარეზე, გარომ შტურვალი ჩასვა უკვე სწორად, საჭე სწორად მუშაობს, ერთი მხარესაც თანაბრად იღებს, მეორე მხარესაც თანაბრად იღებს. მადლობა ზმაო. ეს ისე არ შედის მომსახურებაში რომ იცოდეთ რომ მოხვალ და ეგეთ რაღაცები არის ფიქრობ. ხო და ეხლა წინა მხარეს ვასწორებთ, წინ სარდენიას ასწორებთ ეხლა ცოტა ხანში უკვე გავასწორებთ ზევიდან რაზვალს. ეს ამაზე როგორც გითხარით, ჩაშკებიდან რეგულირდება რაზვალი. ნეტა ყველა მანქანას ეგრე ხონდეს რა, 26 მეტრად ვარ აქ ეგრე. ანუ რაზვალს ვერაფერს ვერ უშვები რა. დააკეთებ, ამორძადოს და всё. ვერაფერს ვერ უშვები. მარტო სარდენიას ასწორებ. ხო და ამაზე გამიგვირდა და ძალიან მაგარია ეგ, იმიტომ რომ ეხლა დაბა მინუსეთ, ესე ტრეკის სეტაპზე მოვიყვანთ, რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ მისწორდება რა, როცა მინუსშია, კაი მართვარდება აქ მანქანას და მაღალ სიჩქარეზე ძალიან სტაბილურია. აი ესეთი ხაჟდენით მაღალ სიჩქარეზე სტაბილური ეს მანქანა არ იქნება, მაგრამ ამასაც რო გავაკეთებ, მე ძალიან კაი სამართავები უნდა იყოს ეს. და ნახოთ როგორი გამო. ნახეთ, ჩემი ტემოს ამორტიზატორები როგორ მუშაობს, როგორ ჟავი და სხვადასხვა პოზიციაშია როგორც მახსოვს. ორივე წაქცეულია, მაგრამ ბოლომდე არა რომელიღაც მხარე. ანუ ზღოლის მხარეს უფრო მინუსია ეხა, ხო? დრიფტ კარზე სხვათა შორის ვაყენებდი ხოლმე ჩემ მხარეს უფრო მეტად პლუსში. და უჯდებოდი მე თანაბრდებოდა რა, ჩემ წონას ვითვალისწინებ. აი აქ არის ეხა 1.54 და აქაც დაახლოებით უნდა გავხადოთ ეგეთი რა, 1.50 დაახლოებით მაქსიმალებში უნდა გადმოიწიოს თუ გადმოიწია. მოკლედ გავასწორეთ რაზვალი წინ მშვენივრად გასწორდა ყველაფერი იდეალურად, როგორც ფლების ნახარი, ასევე ეგრეთ წოდებული ხაჟდენიას კარგად დადგა წინ ყველაფერი. ერთადერთი პრობლემა მაქვს როგორც გითხარით უკან, მაგას მოვაყარე აუცილებლად და მე ისევ ვესტუმრები გაროს. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა ძალიან გულიანად მიუდგა საქმეს და საჭეს გავასწორეთ, მოკლედ ყველაფერი მწყობში აქვს მანქანას რა. ეხლა უკვე განავინახოთ შემდეგ ეტაპზე ამ მანქანაზე რას ვაკეთებთ. ჩვენ ტრაქტორი გადმოვიყვანეთ რაზვალიდან უკვე. უნდა შევცვალოთ ძრავის ზეთი, კოლაფში უკვე ზეთი შესვლილი მაქვს, როგორც ნახეთ წინა ვიდეოში. რა თქმა უნდა, ლიქვიმოლის ზეთს ამოვიღეთ და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ლიქვიმოლის რომ და გეზმოტროს რომ გვერდში გვიდგას და ხარს უჭერს ჩვენს პროექტს. ეს უკვე რა უნდა შევცვალოთ ამ ავტომობილზე. აქ დგას დევს ჩვენი პროდუქტები. მოკლედ სანამ ზეთს შევცვლით, აუცილებელია რომ გამოვრეცხოთ სისტემა აი ამ გამოსარეცხით. ამ სითხეს ჩავასხამთ ეხლა ძრავში და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ვამუშავებთ ძრავს. ეს სითხე შედის რეაქციაში სპეციალურ ნაწილაკებთან, რომელიც კედლებზე და რაღაც დეტალებზე არის მიკრული. მოლეკულურ დონეზე შლის ამ ნაწილაკებს, რა თქმა უნდა, და ძველ ზეთთან შემდეგ უკვე ძველ ზეთთან ერთად გამოიდევნება უკვე კარტერიდან ეს ყველაფერი. ამიტომ ძალიან კარგი რაღაცაა. მით უმეტეს არ ვიცით ამ მანქანაში რა ესხა, მანამდე რა ზეთი ესხა. კარგი იქნება თუ გამორეცხავთ სისტემას და რატომაც არა. შემდეგ გამოვიყენებთ უკვე ჩვენს ზეთს, ლიქვიმოლი 530-4600 სპეციალური დაშვებით, რომელიც არის რა თქმა უნდა დიზელზე გათვლილი და ძალიან კარგად იმუშავებს ამ ძრავში დარწმუნებული ვარ. ფილტრად შეეხება მანის ფილტრებს ვიყენებთ, რა თქმა უნდა ორიგინალს, გერმანულს და დარწმუნებული ვარ რომ ეს ზეთი საუკეთესოდ მოემსახურება ჩემს ძრავს, იმიტომ რომ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს მე და ანას, როცა ვიყავით ევროტურში წასული, მაშინ ძალიან კარგად ყველაფერმა იმუშავა. 57 რა უნდა მოუვიდეს, მაგას უკვდავი არის ეს. შენ არ იქნება ეს მეც იქნება რომ ეს კაი უფასო თუ არის კაია რა თქმა უნდა. გაზმოტორში არის აი ესეთი ლიქვიმოლის სტოპ ვერლუსტი, რომელიც აჩერებს ესე ვთქვათ გაჟონვას რა მაქსიმალურად. არ ამონია ჩემს ძრავს სამანუშველოს, მაგრამ მაინც ვცადოთ რა. და ეს არის სპეციალური საწვავის დანამატი, რომელიც წმენს საწვავის სისტემას. განსაკუთრებით დიზელებზე არის ეფექტური, რადგან როგორც იცით, დიზელის ხარისხი საქართველოში არც თუ ისე კარგია და ამ ხსნარს თუ გამოიყენებთ ხოლმე ყოველ 10.000-ან 20.000-ან უფრო ხშირად, შეგიძლიათ ყოველ ჩასხმაზეც დიზელის პაკეტ კავსებაზეც გამოიყენოთ, რა თქმა უნდა. ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ. შუშები დავბურე. ცოტა ბიუჯეტური, ანუ არ გადამიხდია ბევრი, მაგრამ ძალიან კარგად მოუხდა მანქანას, მით უმეტეს რომ შავი არის და ძალიან კარგად ჩაჯდა დიზაინში. გარდა მაგისა, საბურავები შევცვალე, კლები დავაყენე, წინას და უკანაც. ეს დისკები მანდამაინც საამაყო მდგომარეობაში არ არის და მანდამაინც გამართული და მრგვალი არ არის. უკანები ნასვარკია და ცოტა ვიბრაციაც აქვს. წინას მე მგონი ცოტა გასასწორებელი იყო, მაგრამ დრო არ მქონდა გასწორების და თუ რაღაცა შემდეგ გავასწორებ. ან შეიძლება საერთოდ მოხსნა, იმიტომ რომ 19-იანი დისკებით ქალაქში გადადგილება არის უბრალოდ საშინელება. აი ძალიან წყდება ხოლმე გული სადღაც რომ ჩავარტყამ და ასე შემდეგ და შეიძლება მოხსნა რაღაც 16-ები დავაკეთო. მაგის გარდა კიდე მოდი ანა. გახსოვთ Hangover-ის ვებხვი, რომელიც ამ მანქანაში იყო ნამყოფი დაგლეჯილი ქონდა სიდენიები. ემუდა გამოვწერე დროებით ეს გადასაკრავი, ტყავები და რაღაც ნაგავში რო არ ვიჯდა მე მგონი ესე ჯობია რა, უკეთესია ამ შემთხვევაში. სანამ სიდენიებს შევკერავ, მოკლედ ძალიან კარგად გამოიყურება რა და მე არ მაწუხებს დიდად რა და შემდეგ რომ შევწვით ტყავს მთლიანად და ისე როგორც წესია გავაკეთებ. რა თქმა უნდა, კარგი იქნება. ახლა გეტყვი თუ რატო გადავწყვიტე ამ მანქანის გათამაშება. ნუ როგორც იცით, ეს მანქანა წინა ვიდეოში ვახსენე რომ ვიყიდე იმისთვის რომ პრიცეპი მყავს და მჭირდებოდა რამე ძლიერი დიზელი, რომელსაც ამ პრიცეპს ვატარებდი. ეს მანქანაც იაფად ჩავარდა, ჩემდა ბედად თუ ჩემდა პირიქით, არ ვიცი, უარესი მოხდა მე მგონი რომ ვიყიდე საერთოდ. საკმაოდ ბევრი რაღაც აქვს სარემონტო და საკეთებელი
და ამისი ამ ეტაპზე არც ესე ვთქვათ დრო მაქვს და არც ფინანსები შესაბამისი რომ მივხედო ბოლომდე უცებ ამანქანას და გავაკეთო, რადგან დამეთანხმებით ალბათ ვინც ავტოპრობელები ხართ, ვისაც ყავთ ავტომობილი გაუმართავი, ერთი სული გაქვთ რომ გააკეთოთ, იმიტომ რომ ნერვებს გიშლით რომ ვერ აკეთებთ ავტომობილს რა და ამ შემთხვევაში ზუსტად ეგრე არის, მით უმეტეს რომ ძალიან აქტიურად ვიყენებ ყოველდღიურად ავტომობილს სამსახურში სჭირდება შესაბამისად და ორი ვარიანტი იყო მოკლედ, ან უნდა გამეყიდა ეს ავტომობილი, ან მტკვარში გადამეგდო. მე უცებ ანამ მითხრა რომ რა დავაგდებ მტკვარშიო, მოდიო გავათამაშოთო და მეთქი რატომაც არა. და პირობაც მე მგონი საკმაოდ მისაღებია 30000 გამომწერზე თუ ავალთ აგვისტოს ბოლომდე და რეალურია ეს ყველაფერი, რეალურად რო შევხედოთ, თქვენს თუ მოინდომებთ და დამეხმარებით ამ ყველაფერში, მით უმეტეს რომ ეს ავტომობილი სპონსორის მიერ შეძენილი არ არის და ჩემი ფინანსებით შევიზინე და ასე ვთქვათ, მინდა რომ ჩემი არხი განვავითარო პირველ რიგში, რაც აუცილებელია და ვხვდები რომ ანუ შორეულ პერსპექტივაში ეს ძალიან დამეხმარება, იმიტომ რომ YouTube-ის განვითარება ძალიან მინდა ჩემი არხის პირადად. და შესაბამისად მინდა რომ ეს ავტომობილიც გავათავაშო გამომწერებში. რაც შეეხება გათამაშებას ჯერჯერობით, პირობები არ მომიფიქრებია თუ როგორ გავათამაშებ ამ ავტომობილს, ამაში თქვენი დამხმარებაც მჭირდება, იმიტომ რომ მაყურებელმა და თქვენ გამომწერებმა უფრო უკეთიცით ხოლმე მოდის არის სამართლიანი გათამაშება და ასე ვთქვათ, თქვენი იდეები მაინტერესებს, კომენტარებში დამიწერეთ თუ რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება გავათამაშო ეს ამოცი, ისე რომ არც ერთი გამომწერი არ დაიჩაგროს და სამართლიანი იყოს სრულად. რა თქმა უნდა, აგვისტოს ბოლომდე დიდი დრო არის და მეც ვეცდები რომ ეს ავტომობილი იმ კონდიციამდე მივიყვანო, რომ ესე ვთქვათ, სრულად გამართული იყოს. ამ ეტაპისთვის ეხლა რაღაც პრობლემები აქვს და მაღაზიას გეტყვით, ძრავი არის მისახედი, მოკლედ, რაღაც ზეთები გაზდის, რაღაც ადგილებში ეგენი არის ესე ვთქვათ, ყოფში მოსაყვანი, ასევე ფარსუნკები, დიზელის, ეგრეთ წოდებული ინჟექტორები, ყველა მიცით. მაგას პრობლემა აქვს, რომელიღაცა ცილინდრებში ესე ვთქვათ, მეტ საფრქვევს, ღია სტოვებს და სასწრაფოდ ფარსუნკები ესაჭიროება, ეგენიც უნდა შეიცვალოს აუცილებლად. სავალი ნაწილები შეიცვალა, სალონი მისახედია და ვიზუალისაც უნდა შევავლოთ ხელი, რა თქმა უნდა, რა, იმიტომ რომ მანდ-მაინც საავადმყოფო მდგომარეობაში არ არის, განსაკუთრებით კაპოტი გადახურებულია და შესაძლებელია. თუმცა ამ მანქანას როგორც კი მივხედავთ და სრულად გავმართავთ, მერწმუნეთ რომ ერთ-ერთი ძალიან კარგი S60 იქნება საქართველოში, მით უმეტეს ამ ძრავით, ეს ძრავი არის, რა ვიცი, ყველაფერს უძლებს. ზარა რაც თავარია, უავარიოა, არ აქვს არანაირი ესე ვთქვათ მიზეზი და ერთ-ერთი შეგება შეიძლება. როცა დასრულდება მოკლედ ეს მანქანა, იმის თქმა მინდა რომ ერთ-ერთი კარგი S60 იქნება ქალაქში. ამიტომ ვფიქრობ რომ ძალიან მაგარი საჩუქარი უნდა იყოს ერთ-ერთი თქვენგანისთვის ერთ-ერთი გამომწერის. და პირობაც მე მგონი საკმაოდ მისაღებია, იმიტომ რომ 30000 გამომწერი არ არის ძალიან შორს და მე მგონი რომ შევძლებთ ამ ყველაფერს ერთად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას თუ რატო ვათამაშებ ამ ავტომობილს. თავარი მიზეზი არის ის რომ ესე ვთქვათ ჩემი პირადი YouTube-ი განვავითარო რა. ეს არ არის არანაირი კომერციული პროექტი, რაღაც ეგეთი რო ვთქვათ, აი რაღაცა სარგებელი მივიღო სხვა ამისგან. ხო, სარგებელს მარტივად იქიდანაც მივიღებდი ამ ავტომობილში, უბრალოდ გავყიდო, ხო? ანუ თანხას ავიღებდი, თუმცა ეგ დიდ არაფერს არ მომცემს რა. იმ თანხას მე სხვა ავტომობილში ჩავაბრუნებდი, მოკლედ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ამ ეტაპზე ჩემი არხის განვითარება. შესაბამისად მივიღე ეს გადაწყვეტილება. და რა თქმა უნდა, თქვენ გამომწერები რა, ყველაზე მთავარი ეგ ხალხია ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არხი არ არის, ამ არხზე ვერ ნახავ თქვენ რაღაც გასართობ კონტენტს რა. ძირითადად ამ არხზე ტექნიკურ მონაცემებს გავდივარ ხოლმე ავტომობილის, ასე ვთქვათ, გიზიარებ ჩემ გამოცდილებას, იმიტომ რომ ვარ მრბოლელი, მანქანა როგორ მუშაობს ტრეკზე, ან მექანიკურად როგორ არის აწყობილი, ან თუნდაც დრიფტი რო ავიღოთ, დრიფტსაც ვასწავლი და მე მგონი ცნობილები დრიფტში ის პროექტია, რომლიდანაც ძალიან ბევრმა ძალიან კარგი ინფორმაცია მიიღეთ თუ როგორ უნდა ისრიალოთ მანქანით. ასე რომ ეს ტექნიკური დეტალები ძალიან დაგეხმარებათ იმაში, რომ ზოგადად შეინახოთ თქვენი ავტომობილები და ამ არხზე ვერ ნახავთ რაღაც გასართობ კონტენტებს, როგორიც სხვა არხებზე არის, ხო და საკმაოდ ბევრია ეგეთი გასართობი კონტენტები და არ მინდა რომ თქვათ მეც დავემატო იმას, იმიტომ რომ ეს არაფერს არ მოგცემთ. თუმცა ვაფასებ ჩემს მაყურებელს, ჩემს გამომწერებს, იმიტომ რომ ნამდვილად ავტომოყვარულები ხართ და ძალიან კარგად ერკვევით ბევრი თქვენგანი მანქანებში. მოკლედ 30000 გამომწერზე ავიდეს აგვისტოს ბოლომდე და ვათამაშებ ამ ავტომობილს. და კიდევ ერთი ამბავი, Nürburgring შეეხება, რა თქმა უნდა და ევროპაში მოგზაურობას ავტომობილით. ამჯერად მე და ანას გვინდა რომ ესე ვთქვათ მარტო არ წავიდეთ ავტომობილით და გამომწერები შემოგვიერთდეთ. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და რა თქმა უნდა საშუალება რომ შემოგვიერთდეთ და ევროტურში წამოხვიდეთ ჩვენთან ერთად საკუთარი ავტომობილით, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მომწეროთ, შემეხმიანოთ, ერთად დავგეგმოთ ყველაფერს და ვფიქრობ რომ სექტემბრის შუა რიცხვებში, სექტემბრის ბოლოს იქნება. ნუ მოკლედ სექტემბერი რო ვთქვათ, ვინ შემომიერთდებით და ახლოებით ხარჯებს გეტყვით, რა დაждდება ეს ყველაფერი და იმაზეც არის რა თქმა უნდა დამოკიდებული, ერთი თუ ორი ადამიანი იქნება ავტომობილში რა. სამწუხაროდ ჯერჯერობით არ მაქვს იმის საშუალება რომ ჩემი ხარჯებით წაგიყვანოთ, თუმცა თუ თქვენ მზად ხართ ამისთვის და გაქვთ საშუალება, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და ერთად შემოვიაროთ ევროპა. მოიცავს რამდენიმე ქვეყანას, ეს უნდა გავსასწოროთ წინასწარ რა თქმა უნდა, სად წავალთ, შეიძლება წავიდეთ რუმინეთში ტრანსმაგარასანზე, შემდეგ გადავიდეთ გერმანიაში, Nürburgringზე რა თქმა უნდა, ერთად ვიაროთ, ერთმანეთის მანქანებით ვიაროთ, გზაში უამრავი ჩელენჯი გვექნება. ეს იდეაც რა თქმა უნდა დასახვეწია და დასამუშავებელია და თქვენს იდეებსაც ველი ამასთან დაკავშირებით. თუ გექნებათ ინტერესი და თქვათ 4-5 მანქანა შეიკრება, ძალიან მაგარი იქნება დამეთანხმებით და ევროტური ერთად რამდენიმე ესე თქვათ ადამიანი როცა მიდის, ბევრად უფრო სახალისოა ვიდრე მარტო მანქანით მოგზაურობა. კიდევ დავავიწყლა სანამ დავასრულებდით ვიდეოს. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოშიც იქნება ზეთის გათამაშება, ძრავის ზეთის გათამაშება გეზმოტორსისგან. უნდა დაწეროთ კომენტარი და რენდომაიზერით ერთ კვირაში ავარჩევთ ერთ-ერთ გამომწერს,
რომელსაც გადავცემთ Z-ს. მეტი რა გავაკეთო. რამდენი რამე ვთქვი ხო, ანუ რამდენი რაღაცა არსებობს და აღრქის გამოწერა რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ 30000 გამოწერი არც თუ ისე შორს არის და კარგი შანსი იქნება რომ მოიგოთ ეს 60. თუმცა სანამ 30 ავალთ 20000-ზე როცა ავალთ, მაშინ ავარჩევ 3 გამომწერს, ვისაც წავიყვან და ვასწავლეთ რითს ჩემი კომპაქტით, კომპაქტის მიხედვია სხვადასხვა ზანა. მაგით ეგეც ესეც მიშლის ხელს ეხლა რომ კომპაქტს მივხედო. გამოვიწერეთ ჩემი არქი, დამიწერეთ კომენტარი რომ მოიგოთ Z-ი და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. საინტერესო ვიდეოები მოდის წინ. დროებით.